საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მალე 4 ათეული წელი შესრულდება. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გავიარეთ და დღესაც გავდივართ უამრავ სირთულეს, გაჭირვებას და წინააღმდეგობას. ქვეყანა ჯერ ისევ ეგზისტენციური პრობლემების წინაშეა, როგორც საგარეო ასპარეზზე, ასევე ქვეყნის შიგნითაც. ერთ-ერთი ასეთი ფუნდამენტური თემა ქვეყნის ეკონომიკაა. სად ვიყავით, საიდან დავიწყეთ, რა გავიარეთ და საით მივდივართ. მე გურამ ნიკოლაშვილი ვარ და დღეს საქართველოს ეკონომიკის შემოbrunებაზე მოგითხრობთ. ეს ფილმი საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე პერიოდს ასახავს. ეკონომიკის შემოbrunების 40 წლიანი ციკლი 1990-დან 2030 წლამდე. საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეტაპია. ეროვნული თავისუფლებისთვის ბრძოლის ხანაში მთელ რიგ სასიცოცხლო საკითხებს ყურადღება მოაკლდა. ამან ქვეყნის წარმოება, მსხვილი ინდუსტრია, ენერგეტიკა, ვაჭრობა, მძიმე თუ მსუბუქი მრეწველობა უაღრესად დააზიანა. სწორედ ამის გამო დამოუკიდებლობის მოპოვება ძვირად დაგვიჯდა და ახალი ქვეყნის აშენება საბჭოთა ნანგრევებიდან მოგვიხდა. წლის 19 სექტემბერს ცენტრალური ვაგზლის პლატფორმაზე 30-მდე ადამიანი შევიკრიბეთ და ქობულეთისკენ მიმავალ საღამოს მატარებელში ჩავსხედეთ. უმრავლესობა ერთმანეთს ვიცნობდით. იმ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირის ბოლოს ქობულეთში მოგზაურობა და შეკრება რამდენიმე თვე გაგრძელდა. მასმედიაში ეს შეკრებები საზოგადოება 20-30-ის სახელით გახდა ცნობილი. ორდღიან შეკრებებზე დღის წესრიგი არაერთ საინტერესო საკითხზე მსჯელობას ითვალისწინებდა. 10 წლის შემდეგ, როგორც ამ საზოგადოების ხანმოკლე ისტორიის მონაწილე, იგივე გზას გავივლი და 20-30-ის ამბავთან ერთად საქართველოს ეკონომიკის შემოbrunებასა და 100 საწარმოს გახსნის დაპირებაზეც მოგითხრობთ. 2030 წელი ტყუილად არ დავგეგმე თავის დროზე, როდესაც საზოგადოება 2030 ჩემი ინიციატივით ჩამოყალიბდა, სამწუხაროდ ვერ განვითარდა ისე როგორც ჰქონდა დაგეგმილი. 7-8 წელიწადში მე მაქვს იმედი, რომ თუ ეს მოხდა რეგიონში და ახალი კატაკლიზმა არ დაემთხვა, ჩვენ შეგვიძლია ერთსულ მოსახლეზე საერთაშორისო დოლარში წარმოებული პროდუქციით გავაორმაგოთ ეკონომიკა და 2030 წლისთვის შეგვიძლია კიდეც გავაოთხმაგოთ და ახლოს მივიდეთ. ეს ახლოს არის ძალიან ევროპულ ეკონომიკასთან. თბილისიდან ქობულეთამდე მგზავრობას 4 საათზე მეტი სჭირდება. მგზავრობის დროს ერთი ელექტრონული დოკუმენტის შესწავლას დაუთმობთ, რომელიც სახელმწიფო სააგენტომ გადმოგცა. აწარმოე საქართველოში ქვეყნის ეკონომიკური სტიმულირების არაერთ პროგრამას მოიცავს და სწორედ ეს სააგენტო იქცა იმ ძირითად ინსტრუმენტად, რითიც ქვეყანაში წარმოების განვითარება და ინვესტირება უნდა წახალისებულიყო. ამბავი 2012 წლის საარჩევნო დაპირების შესახებ 100 და მეტი საწარმოს გახსნის თაობაზე თავიდანვე საქილიკოდ იქცა და პოპულისტი პოლიტიკოსები ამით დღემდე სპეკულირებენ. დაპირების შესახებ პასუხის პოვნას სააგენტოს 10 წლიან ბაზაში შევეცდებით. ხოლო ამბავს საქართველოს ეკონომიკის უახლესი ისტორიის შესახებ ფილმისთვის აღებული ინტერვიუებით მოგიყვებით. საზოგადოება 2030-ის არსებობიდან 10 წლის თავზე რესპონდენტები თბილისის პარაგრაფში მოვიწვიეთ. მიშა დუნდუაც და ირაკლი ლექვინაძეც სწორედ 2030-ის შეხვედრებზე გავიცანი. ისევე როგორც ნიკო ჩხეტიანი, რომელიც მაშინაც და დღესაც ფონდი ქართულს არაერთ პროექტს უძღვება. როგორც ჩანდა წარსული და მომავალი 2014 წელს, სად ვართ ეხლა და როგორი იქნება 2030 წელი, ამ კითხვაზე კომპეტენტურ პასუხს ეკონომიკის მინისტრისგან, ლევან დავითაშვილისგან მოვისმენთ. ვინაიდან ეკონომიკაზე თხრობას 1990 წლიდან ვაპირებთ, ინტერვიუ აკადემიკოს ლადო პაპავასა და ბიზნესმენ ირაკლი იაშვილთანაც ჩავწერეთ. შევადაროთ დღევანდელი ტიპის ეკონომიკის სტრუქტურა იმ ეკონომიკას, რომელიც მეტნაკლებად წარმატებული იყო, დიახ, ჩვენ 90 წელს პიკში ვიყავით, მაგრამ
ბევრი რამ შეიცვალა სამწუხაროდ ამ კონფლიქტებმა ჩვენთან მოახდინა ეკონომიკის ფუნდამენტური რღვევა, გრევა. 1990 წელს საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაშია. საბჭოთა კავშირი კი უძრაობის და ეკონომიკური სტაგნაციის ხანიდან გამოსავალს გარდაქმნით ეძებს. გეგმიური ეკონომიკის ნაკლოვანებები აშკარაა. მოთხოვნა ჭარბობს მიწოდებას, დეფიციტი მზარდია, ხოლო მარტივი საყოფაცხოვრებო საქონელი იატაკ ქვეშ იწარმოება. გარდაქმნასთან ერთად იმპერიის ხელმძღვანელობამ დაუშვა საჯაროობაც. ტოტალიტარულ სახელმწიფოში სიტყვის თავისუფლება გაჩნდა. ნებადართულმა სიკეთემ კავშირში შემავალ რესპუბლიკებში დაფარული ნაციონალისტური გრძნობები გამოაღვიძა და ეროვნულ მოძრაობებს დაუდო სათავე. 1990 წლისთვის საქართველოს ეროვნული მოძრაობა ზენიტშია და შემოდგომაზე გამართულ უზენაესი საბჭოს არჩევნებზე მრგვალი მაგი და თავისუფალი საქართველო იმარჯვებს. ეს აგერება მაინც მოა. კრემლის ჯოჯოხეთური მანქანა. მერმერება ჩვენ წონას ამომიგებობისთვის. ეს მომავალ მაშინაც კი როდესაც 99 წლის 9 აპრილი უკვე მოხდა და ამ პრაქტიკულად ქართველიერი გამოაფუძლა, ბევრი ვერ მიდიოდა იმაზე შორს, რომ საქართველოს მქონოდა ეკონომიკური თავისუფლება, ეკონომიკური დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, იმიტომ რომ თვითონ საბჭოთა კავშირის დაშლის წმენა არ არსებობდა ამაში, ამ პერიოდში. და შემოიფარგლებოდა ხედვით, მაგალითად ბალტიის ქვეყნები იყვნენ ლიდერები წერდნენ. მაგალითად იყო ერთ-ერთი პირველი პროგრამა ასეთი ესტონეთის ეკონომიკური დამოუკიდებლობის შესახებ დოკუმენტი, კონცეფცია ერქვა მას. რაც შეეხება ეკონომიკას, საბჭოთა ეკონომიკა იყო ცენტრალიზებული. კი საბჭოთა საქართველოს საკმაოდ განვითარებული იყო ინდუსტრიულად, მაგრამ მაშინდელი ეკონომიკის პრინციპი იყო, რომ ეს რესპუბლიკები ჯერ ესეთი თანაბრად, მეტანაკლებად თანაბრად განვითარებული იყვნენ. ინკლუზიურობა ყოფილიყო 15-ვე რესპუბლიკის ეკონომიკაში. და ამიტომაც ნედლეულის გადაადგილება ხდებოდა, რაც არის წარმოუდგენელი, ხო? უზარმაზარი ინდუსტრია იყო საქართველოში მსუბუქი მრეწველობა. ნედლეული არ ჰქონდა. ჩამოდიოდა ყველაფერი გარედან. შესაბამისად, ეს იყო საბჭოთა დაგეგმარების პრინციპი, რომ უზბეკეთს მიეწოდებინა ნედლეული საქართველოს მსუბუქი მრეწველობისთვის, აქ ყოფილიყო მზა პროდუქცია დამზადებული, საქართველოში ღვინომერე წასულიყო იქეთ. ქართულ საბჭოთა რესპუბლიკაში 1200-მდე სახელმწიფო საწარმო ფუნქციონირებს. წარმოების პარალელურად ქვეყანაში 94 სამეცნიერო სამრეწველო გაერთიანება ინტენსიურ მეცნიერულ კვლევით საქმიანობას ეწევა. მაშინდელი სტატისტიკური მონაცემის მიხედვით, საქართველოს ეროვნული შემოსავალი 8 მილიარდ მანეთს შეადგენს. შემნახვალ სალაროში კი ანგარიში ქვეყნის 1,5 მილიონ მოსახლეს აქვს გახსნილი. დანაზოგების მთლიანი ჯამი 2 მილიარდ მანეთს უდრის. სხვაობა საქართველოს ცხოვრების დონესა და დანარჩენ რესპუბლიკებს შორის თვალსაჩინო იყო. ეს კარგად იყო განვითარებული საქართველოში, ძალიან კარგად და საკმაოდ ჩანდა კიდევაც, რომ საქართველოს მდიდარი რესპუბლიკა იყო ამ თვალსაზრისით, რომ ძალიან ბევრი ფული ტრიალებდა. მთელი ჯაჭვი იყო და ეს მუშაობდა ეს ინდუსტრია. ანუ საქართველოს ეკონომიკა საბაზრო ეკონომიკასთან გაცილებით ახლო იყო ვიდრე დანარჩენი 14 რესპუბლიკა საბჭოთა კავშირის. მართლმენით, როცა გორბაჩოვმა დაიწყო პერესტროიკა და გლასნოსტი, ის სულაც არ ფიქრობდა, რომ საბჭოთა კავშირი უნდა დაანგრეულიყო. მას უნდა ტრანსფორმირება საბჭოთა კავშირის გადაყვანა საბაზრო ეკონომიკის რელსებზე, ან საბაზრო ეკონომიკის სადმი მიმსგავსებულ რელსებზე, მაგრამ სულაც არ უფიქრია, რომ საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა. ეს არის ჩვენი თქვა უახლოესი ისტორიის შედეგი. 25 და 30 წელიწადი არ მაქვს ხედულობაში უფრო ადრეულიც საბჭოთა კავშირის გავიხსენოთ. როგორი კოოპერაცია იყო, როგორი საწარმოები დაიშალეს ყველაფერი, დაინგრა, გაჩერდა ყველაფერი და ესე შემდგომ, მაგრამ ამაში ჩემი აზრით, ამიმართებით, ამას რასაც მევაკეთებ და დავდივარ და ფიქრობ, რომ ეს ჩემი ვალია, რომ როგორმე საზოგადოება დავარწმუნო, რომ მოხდა ძალიან მკვეთრი გარდაქმნები. აწარმოეს საქართველოს დოკუმენტი ზუსტად 10 წლის ინფორმაციას მოიცავს.
ჩანაწერები 2014 წლიდან იწყება და 2024 წლის ბოლოს მთავრდება. ეს დოკუმენტი ზუსტ წარმოდგენას გვაძლევს, თუ რამდენი საწარმო დაფინანსდა, რა სახის წარმოება დაიწყო, რამხელა მთლიანი ინვესტიციის მოცულობა და დასაქმებულთა რაოდენობა. ყველა ამ დეტალზე ყურადღებას სათითაოდ გავამახვილებთ და თხრობას 2014 წლიდან დავიწყებთ. როდესაც საზოგადოება 20-30 იკრიბებოდა, ხოლო აწარმოე საქართველოში პირველ ნაბიჯებს დგამდა და 100-ზე მეტი საწარმოსა თუ უფასო ფულის დაპირების შესრულებას იწყებდა. ქვეყანამ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მეტი ფასი გადაიხადა ყველა იმ რესპუბლიკას შორის, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა საბჭოთა კავშირიდან, საქართველოს ყველაზე მეტად დაკარგა ეკონომიკა. ეროვნული მოძრაობის წიაღშივე სპეციალისტთა გარკვეულ წრეში იწყება ფიქრი და მსჯელობა. თუ როგორი უნდა იყოს დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკური მოწყობა და პოლიტიკა. ეკონომიკაზე ფიქრს და მით უფრო რაიმე ნაბიჯების გადადგმას ხელს პოლიტიკური საკითხები უშლის. სეპარატიზმი და შეიარაღებული კონფლიქტები, სამოქალაქო ომი და არჩეული ხელისუფლების დამხობა. ეს მოვლენები ჯერ კიდევ იმპერიის არსებობის დროს და მის მიწურულს ხდება. საბჭოთა კავშირის გაქრობის მომენტში საქართველოც მოშლილია. ხოლო 1992 წელს ქვეყანაში სრული ეკონომიკური კოლაფსი იწყება. ეკონომიკაში მთავარი პროდუქტის და სიმდიდრის და მოძრაობის შემქმნელები არიან ადამიანები და ეს იყო იმდენად მძიმე დეპრესია 90-იან წლებში, რომ პრაქტიკულად ადამიანების დიდი ნაწილი, შრომის უნარიანი ადამიანების დიდი ნაწილი იყო ქვეყნის გარეთ, ვინც დარჩა პრაქტიკულად მოუმზადებელი იყო ახალი ეკონომიკური გამოწვევებისთვის და ახალი საბაზრო მოთხოვნების მიმართ. ანუ გვაქვს დარგები. ეს სწორედ აქედან გაჩნდა ეს ტერმინიც ნეკროეკონომიკა, ნეკრობერძნულად მოგეხსენებათ, დარს ნიშნავს და ეს სწორედ ამან გამოიწვია, რომ ეს ეკონომიკა ქონდა და აღმოჩნდა ერთი საინტერესო რამ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის რაღაც ნაწილი იყო მკვდარი, მას ქონდა სიცოცხლის უნარი ემუშავა. საქართველოს სათბობ ენერგეტიკული კომპლექსი ბუნებრივია ვერ აკმაყოფილებს საყოფაცხოვრებო და სამრეწველო სიმძლავრეთა მოთხოვნილებებს და ქვეყანაში ენერგეტიკული კრიზისი იქმნება. იმპორტის წყაროებთან კავშირი წყდება. საწარმოები ნედლეულს ვეღარ იღებენ და ჩერდებიან. ქრება ფული. მოსკოვი საქართველოს ასიგნაციების მიწოდებას ჯერ უწყვეტს, მალე კი საბჭოთა მანეთებს რუსული რუბლებით ცვლის და საქართველოს სასწრაფოდ გამოგონებული კუპონის ამარა რჩება. ინფლაცია არნახულ მასშტაბებს აღწევს და საქართველოს ეკონომიკის კატასტროფა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამარცხებული გერმანიის ეკონომიკის ვარდნის მაჩვენებელს უტოლდება. მაგალითად, ეკონომიკური ვარდნა 90-იან წლების დასაწყისში იყო ლამის 4-ჯერად. რატომ? იმიტომ რომ გარდა წმინდა ეკონომიკური პრობლემებისა და ეკონომიკის მართვაში დაშვებული შეცდომებისა, ამას დაერთო სწორედ ის ძიმე რამ, რასაც ქვია ქვეყნის შიგა დაპირისპირება, საომარი მოქმედებები, რომლებიც დასრულდა არა თბილისის სასარგებლოდ და არა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ. თუმცა ჩვენი ქვეყანა მას შეეწირა ეკონომიკა და დღეს კიდე რაც ხდება დღეს იმის გადმონაშთია. ეს აქედან ჯერ ვერ ამოვიღეთ, ეს დაპირისპირება, ეს შეუწყნარებლობა, ეს იქიდან მოდის ყველაფერი და ეს ისტორიული მეხსიერება ჯერჯერობით ამოშლილი არ არის და ამიტომ სერიოზულ დახს მაინც ესე თქვა ადებს აი ეს პროცესები დღევანდელ პროცესებსაც. იმიტომ რომ თითქმის ანალოგია არის ეს. ბევრი რამე მეორდება სამწუხაროდ. მიუხედავად ყველა ამ სირთულეებისა, ვარწმუნებ ჩვენ საზოგადოებას, რომ რეგიონშიც ყოველთვის არის პროცესები, ეს კრიზისი რეგიონის თქვათ, რაც არის კურსში შეეხო სხვა ვალუტებს და საერთო
ეკონომიკურ აღმავლობას აუცილებლად დასრულდება. ყველა კრიზისს აღმავლობა მოსდევს. აწარმოეს საქართველოს საკრედიტო ხაზით 10 წლის განმავლობაში 1667 კომპანია მისარგებლა. ზოგიერთ მათგანს რამდენიმე პროექტი აქვს განხორციელებული და ამიტომ სააგენტოსთან ჯამურად 2500-მდე ხელშეკრულებაა გაფორმებული. ეს რიცხვი ნიშნავს, რომ 10 წლის განმავლობაში სააგენტო ყოველ სამუშაო დღეს ერთ ხელშეკრულებას მაინც აფორმებდა. საწარმოების დაფინანსებამ ქვეყანაში ბიზნესის კეთების სტიმული და საქართველოში ინვესტირების სურვილი გააჩინა. Dear passengers, please be informed. ეს იყო პერიოდი, როდესაც ქვეყანაში არ არსებობდა სტაბილურობა, ელემენტარული უსაფრთხოება, ელემენტარული სოციალური და ეკონომიკური პირობები. 95 წელი მართლაც ალბათ პირველი გარდამტეხი მომენტი იყო. ურთულესი წლების შემდეგ ედუარდ შევარდნაძე ფუნდამენტის ახლიდან შენებას იწყებს. 1995 წელს საქართველოს კონსტიტუცია მიიღო. ამ დროისთვის ქვეყანას საბჭოთა დროინდელი ავტონომიებიდან სამივეში პრობლემა აქვს. აფხაზეთი და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ნაწილები დაკარგულია. აჭარაში კი ცენტრისგან გამიჯნული ავტონომიური მმართველობაა. წაგებული ომების შემდეგ ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ხდება. თუკი 1990 წელს საქართველოს მრეწველობის საერთო მოცულობა 12 მილიარდ მანეთს აჭარბებდა, 1995 წელს ეს რიცხვი 523 მილიონი ლარია. პირველი არის სწორედ ეს 95 წლამდე სტარი პოლიტიკა, როცა კუპონიზაცია არის, ჰიპერინფლაცია, ჩამოშლილია პრაქტიკულად ყველაფერი და შემდეგ შევარდნაძე საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, როდესაც თავისი ავტორიტეტი და მაშინი ძალიან პოპულარული იყო, ითვლებოდა ბერლინის კედლის ერთ-ერთ დამანგრებლად და მისი ინიციატივით მოხდა ურთიერთობის დამყარება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუციებთან, ლარის შემოღება, მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა და პრაქტიკულად პოზიტიური ტრენდი გამოჩნდა. საერთაშორისო შევარდნაძეს ჰქონდა ეს თვისება, მე როდესაც ჩამოვედით 94 წელს დავიწყე ამ საკითხზე მუშაობა საქართველოში და რომ გავაჟღერე რამოდენიმე ადამიანთან მითხრეს, რომ კარგი იქნება თუ შეხვდები და მოგიწყობ შეხვედრას და მოუყევი შენი რისი გაკეთება გინდა, შენი აზრები გაუზიარე პრეზიდენტ შევარდნაძეს. ახალი კონსტიტუციის ხელმოწერის დღეს მოწყობილ ტერორისტულ აქტს გადარჩენილი ედუარდ შევარდნაძე 1995 წლის შემოდგომაზე საქართველოს პრეზიდენტი ხდება. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს მიმოქცევაში ეროვნულ ვალუტას ლარს უშვებს. ქართულ ეკონომიკას დიდ ბიძგს კავკასიის სატრანსპორტო დერეფნის იდეის ჯერ ფორმირება, შემდეგ კი რეალიზების დაწყება აძლევს. შევარდნაძე ისტორიული აბრეშუმის გზის იდეას ქმნის და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსაც იზიდავს. ესენი არიან ლაჩრები. აი ისტორია რაც დაიმახსოვრებს შევარდნაძის პერიოდიდან ეკონომიკური თვალსაზრისით, ხო? აი რაც დაიმახსოვრებს. დაიმახსოვრებს იმას, რომ საერთაშორისო პროექტები განხორციელდა, ეს მილსადენები, ლარმა დაიწყო ფუნქციონირება. 94 წელს ედუარდ შევარდნაძის შეთავაზებით და თხოვნით დავინიშნე საქართველოს ეკონომიკის მინისტრად. ეს იყო ერთ-ერთი ურთულესი პერიოდი ქვეყნის ეკონომიკაში, იყო ჰიპერინფლაცია, ინფლაცია თვეში აღწევდა 50-70%, იყო აბსოლუტური უიმედობა. ასეთი მოსაზრებაც კი იყო, რომ თხოვოთ მოსკოვს დაგვაბრუნოს რუბლის ზონაშიო.
აი ამ პერიოდში მომიწია ეკონომიკის სამინისტროს სათავეში ყოფნა და საკმაოდ საინტერესო რეფორმები გატარდა მასში. სტაბილიზაციისა და ეკონომიკური ზრდის პერიოდი მხოლოდ 3 წელს გასტანს. 1997 წლის მონაცემებით საბიუჯეტო ორგანიზაციებში საშუალო ხელფასი 39 ლარს შეადგენს, ხოლო კერძო სექტორში 64 ლარს. ეს რიცხვებიც ხელფასის გაორმაგების კამპანიის შემდეგ გაჩნდა. თუმცა მალევე ახალი პრობლემა იწყება. 1998 წლის აგვისტოში რუსეთი დეფოლტს აცხადებს და ღრმა ეკონომიკურ კრიზისში იძირება. კოტრდება ბანკები, ხოლო ფასიანი ქაღალდების ვალდებულებებს სახელმწიფო ვერ ისტუმრებს. ეკონომიკური კრიზისი საქართველოსაც ედება და ლარის გაუფასურება იწყება. ვითარება გამწვავდა აფხაზეთშიც და დევნილთა ახალი ტალღა მივიღეთ. დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისათვის გახლავთ ეკონომიკა. ობიექტურად და კარგად მოგეხსენებათ. გარდა ამისა, რომ ობიექტურად ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა, პოლიტიკური ძალები მას სპეკულირებით არასწორ დატვირთვას აძლევენ ხშირად და არასწორი მიმართულებით არ ითარებენ. საწარმოების დაფინანსების პროგრამით ბიზნესის მიერ ჯამში 4 მილიარდ 223 მილიონ 553 ლარის ინვესტიცია გაკეთდა. ამ ინვესტიციის შესაქმნელად სახელმწიფომ 10 წლის განმავლობაში 372 მილიონ 184,823 ლარი დახარჯა. უფასო და დაბალპროცენტიანი ფულის დაპირება რეალობად იქცა და ქართულმა ბიზნესმა ყოველწლიურად ძალის მოკრება დაიწყო. პირველია ეს გარკვეული რყევა, რომელმაც საზოგადოების მათ შორის განწყობების შეცვალა, ვფიქრობ, რომ იყო ზუსტად ის კრიზისი, რომელიც რუსეთში იყო და რომელიც პირდაპირ უკავშირდებოდა საქართველოს ეკონომიკასაც, იმიტომ რომ საქართველოს ეკონომიკა მცირეა დღესაც კი, მაშინ უფრო მეტად მოწყვლადი იყო, უფრო მეტად იყო დამოკიდებული გარე ფაქტორებზე. მაშინ ფაქტიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ვიყავით ძალიან დაბალ შემოსავლიანი ეკონომიკა, რომელსაც გადობის ძალიან დაბალი ხარისხი ჰქონდა. რეფორმებით დიდწილად იყო, მოდი ასე ვთქვათ, გარედან ნაკარნახევი. კრიზისის შემდეგ საქართველოში ეკონომიკური და პოლიტიკური სტაგნაციის ხანა დგება. 2000 წელს უკვე ხანდაზმული შევარდნაძე პრეზიდენტი მეორე ვადით ხდება. კორუფცია, მოუგვარებელი პრობლემები, ჩრდილოვანი ეკონომიკა და მზარდი პოლიტიკური დაძაბულობა საზოგადოებას ცვლილებებისთვის ამწიფებს. თუ კი საქართველოს ბიუჯეტი 1995 წელს 271 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო 1997 წელს 750 მილიონს, 2000 წლისთვის ბიუჯეტი 919 მილიონი ლარი გახდა. ამის მიუხედავად, ეკონომიკის ზრდის ეფექტი ლარის ინფლაციამ გააუფასურა და გასული წლების შედეგიც გაქარწყლდა. თქვენ სამართლიანი იყო თქვენი არჩევანი. აი ეს ორი უკვე საკმარისია იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, ისტორიამ ჩაწეროს, რომ ეს შევარდნაძის პერიოდი იყო მნიშვნელოვანი. აი ამ ორი თვალსაზრისით უკვე. თორე ხა რეალურად ფისკალურ მასში პოლიტიკაში რა ხდებოდა, ძალიან რთული ვითარება იყო. დასაბეგრი ბაზა იყო და 5 მილიარდიანი ბიუჯეტისთვის რეალურად. მაგრამ შემოდიოდა 800-900 მილიონიანი ბიუჯეტი, რომელსაც მე კიდე სეკვესტრი
კეთდებოდა პარლამენტში. შეითვალა ასე, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არის აუცილებელი, რომ შევარდნაძის ხელისუფლება იყო კორუმპირებული და ძნელი ახლა თქვა, რომ შევარდნაძის პერიოდი კორუფციისგან თავისუფალი იყო, იმიტომ რომ განსაკუთრებით აი 98 წლის შემდეგ იკვეთება რა, ქვეყანაში იწყება საბიუჯეტო კრიზისი. ანუ ეკონომიკა იზრდება, საგადასახადო შემოსავლები იქმნება, მაგრამ ეს შემოსავლები მხოლოდ მცირე რაოდენობა შედის სახელმწიფო ბიუჯეტში მუდმივი გარღვევაა, მაშინ გაჩნდა ბიუჯეტის სეკვესტრის თემაც და ბუნებრივია ამის ყველაფრის საფუძველი იყო კორუფცია. ამიტომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იყო მნიშვნელოვანი. ჯიშია მსხალს არასოდეს არ მოიყვავს. ამიტომ ამბობ რომ შევარდნაძის სისტემაში გამოსდილი პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები და ლიდერები იქნებიან პატარა შევარდნაძეები ყოველთვის. 2002 წელს მოქალაქეთა კავშირის მმართველმა პარტიამ თბილისის თვითმმართველობის არჩევნებზე ბარიერიც კი ვერ გადალახა. პოლიტიკურ ძალებს შორის კონკურენციამ პიკს მიაღწია. ელიტები პოსტ-შევარდნაძისეული მემკვიდრეობისთვის მზადებას იწყებენ და ერთმანეთს ეკიშპებიან. შევარდნაძის ხელისუფლების დროს იყო კორუფცია ყველა ფენებში. სააკაშვილის ხელისუფლების დროს ყავდა ელიტარული კორუფცია. ხოლო რომელი აქედან უკეთესი, არც ერთი არ არის უკეთესი, ორივე უბედურებაა. მე თუ მკითხავ, თუმცა აქცენტის გაკეთებაც კი მიჭირს, მაგრამ მაინც ის ელიტარული კორუფცია უფრო დამაქცევალია კიდევ, რომ იმ ელიტარულ კორუფციას სამადროულად ახლავს ის ციხეები. ციხეები ჭირდებათ, რომ ბოლოსა და შუაში არ მოიპარონ, რომ ყველა ფული ამოვიდეს ზემოთ, პირამიდა შექმნეს. აწარმოეს საქართველოს პროგრამით განხორციელებული ჯამური ინვესტიციის ფარგლებში 40,000 ადამიანი დასაქმდა. ზუსტი რიცხვი 39,902-ია. დასაქმების ერთ-ერთ მსხვილ სფეროს ტექსტილი წარმოადგენს. სიაში მოცემული 25 ყველაზე მსხვილი დამსაქმებლიდან 9 საწარმო ტანსაცმელ საწარმოებს და მთლიანობაში 5,355 ადამიანს ასაქმებენ. ამ საწარმოებში ჩადებული ინვესტიცია 70 მილიონ ლარზე მეტია. წარმოების და დასაქმების ზრდამ შრომის ბაზარზე კონკურენცია შექმნა. მუშახელის კვალიფიკაცია გაზარდა და ანაზღაურებაც აამაღლა. მოდით ასე ვთქვათ, პირველ წლებში მნიშვნელოვანი ცვლილებებიც მოხდა, რომელიც შემდგომშიც შეიძლება ვთქვათ, რომ შენარჩუნებულია, იმიტომ რომ ეს იყო არსებითად პოზიტიური ნაწილი და შემდგომში იყო ბევრი შეცდომა, რომელმაც რა თქმა უნდა საზოგადოების მორიგი იმედგაცრუება უკვე შემდეგ ეტაპზე გამოიწვია. 2003 წელს არჩევნების შედეგით გამოწვეულმა პროტესტმა ქვეყანაში ხელისუფლება შეცვალა. შევარდნაძე გადადგა. ახალი ხელისუფლება სწრაფი და ეფექტზე გათვლილი ნაბიჯების გადადგმას იწყებს. ეკონომიკური რეფორმები ორი ძირითადი მიმართულებით ვითარდება. ჩრდილოვანი ეკონომიკის გათეთრება, შესაბამისად საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდა და კორუფციის დაძლევა, რომელიც ბევრ ფაქტორთან ერთად ლიცენზიებისა და რეგულაციების არსებობას ეფუძნებოდა. საქართველოსთვის უჩვეულო და მკვეთრი ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის გატარება ახა მენდუქიძის სახელს დაუკავშირდა. რეფორმების პარალელურად გაიზარდა ძალაუფლების ერთხელში კონცენტრაცია და სამართლიანობის ეგიდით ეჭვმიტანილთა დასჯის პროცესი თანდათანობით ეფექტურ რეპრესიულ მექანიზმად ჩამოყალიბდა. შელახულ წესრიგზე საზოგადოების სათანადო რეაქცია მალევე გაჩნდა. ამ პერიოდის მთავარი მახასიათებელი ჩემი აზრით და იმ პერიოდშიც მე უკვე აქტიურად მონაწილეობდი სხვადასხვა ეკონომიკური პროცესების შეფასებაში, ეს იყო ჩემი აზრით სპონტანურობა, ეს იყო ფასადურობა და ეს იყო რიგი გადაწყვეტილებები და პროექტები, რომლებსაც უკანაც პრაქტიკულად
რეალური პროცესი არ იდგა. გადავედით, თქვა, მიშას 2004 ნაცმოძრაობის პერიოდზე. ეხლა ისევ ისტორიის კუთხით თვალით თუ შევხედავთ, რითი დაამახსოვრდება ისტორიას ეს პერიოდი ეკონომიკური თვალსაზრისით, ხო? ალბათ პირველი, რასაც ვიტყოდი, ეს არის ის, რომ მან დაამყარა ფისკალური წესრიგი. აი ეს 5 მილიარდი ეფემერული, რომელიც უნდა ყოფილიყო და არ იყო, მან შექმნა. ეხლა მეორე საკითხია, რა მეთოდები გამოიყენა ამისთვის, იქ ვინ დაიჭირა, ვინ აწამა თუ ეკონომიკურად ეს ეფექტი მას შექმნა. ეს 5 მილიარდი მან ამოიღო და უკვე სახელმწიფო ბიუჯეტში აისახა ეს ფული და მან დაიწყო ამ ბიუჯეტის ხარჯვა უკვე ლეგალურად. თუმცა ჩათვალეს, რომ მათი ფული იყო რამოდენიმე კაცის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ფისკალური წესრიგი დაამყარა სააკაშვილმა. შეკითხვა არ დამისვამს არასდროს 2012 წელს, როდესაც არჩევნები ჩატარდა 1 წლით ადრე 11-ში, როდესაც მოვედი და პოლიტიკაში და განცხადებები გავაკეთე, არასდროს არ მომიკითხავს განსაკუთრებით ბიზნესი და არასდროს არ დამისვამს გავსი შეკითხვა, რას აკეთებს ბიზნესი. რამე თუ გარკვეულ მიზეზებს გაგებით ვეკიდებოდი, არა და მოდი ვიყოთ გულწრფელნი, რომ ის ისე გაგრძელებულიყო, თქვა და 2012 წელი არა ქართული ოცნების გამარჯვებით, არა მათი გამარჯვებით დასრულებულიყო. ხო დაახლოებით კარგად თქვენს კარგად იცით რა დღეში იყავით, თუმცა იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთ ბიზნესმენს დღესაც აქვს ნოსტალგია და უკან იყურება განსაკუთრებით კარგი პირობებში ვინც იყვნენ და განსაკუთრებით სიახლოვებსაც ვინც გძნობდნენ იმ გუნდთან. აწარმოეს მონაცემთა ბაზაში 50 ყველაზე მსხვილი ხელშეკრულების ღირებულება 12-დან 100 მილიონ ლარამდე. იმ საწარმოთა რიცხვი, რომელთაც 5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია გააკეთეს, 200 აჭარბებს. 870 ხელშეკრულება კი 1 მილიონ ლარსა და მეტზეა გაფორმებული. ამ რიცხვების შესწავლით გსურდა გამოგვეყო ის საწარმოები, რომლებსაც შეიძლება მსხვილი ეწოდოს. რადგანაც წლიდან წლამდე დაპირების შესრულებაზე ჩასაფრებული პოლიტიკოსები სწორედ მსხვილი საწარმოების გახსნის სტატისტიკით ინტერესდებოდნენ. მიუხედავად საწარმოების რიცხვის ზრდისა, ამ დაპირების შესრულება არც ერთ ოპონენტს არ უღიარებია. ჩვენ დავინახეთ, რომ ალბათ კულმინაციას ამან მიაღწია 2008 წლის შემდეგ, როდესაც ხელისუფლების გადაწყვეტილებები უკვე რადიკალურად განსხვავდებოდა იმ მოლოდინებისგან, რომელიც საზოგადოებას ჰქონდა, მნიშვნელოვნად ირღვეოდა საკუთრების უფლება და ის ფუნდამენტური პრინციპები ეკონომიკური თავისუფლების, რაზეც შეიძლება ეკონომიკური განვითარება დაეფუძნოს. ...2008 წელი საქართველოსა და ვარდების ხელისუფლებისათვის საბედისწერო აღმოჩნდა. პოლიტიკური მოვლენები ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც დრამატულად განვითარდა. 7 ნოემბრის მოვლენებს ვადამდელი არჩევნები მოჰყვა, რამაც ხელისუფლების ფორმალური ძალაუფლება ერთის მხრივ განამტკიცა, თუმცა სანაცვლოდ ღრმა ელექტორალური კრიზისი წარმოქმნა. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტის მუქარით გაჟანთილ სიტყვებს ვლადიმერ პუტინის საგარეო პოლიტიკის ცვლილება მოჰყვა. აგვისტოს თვეში, როცა საქართველოს ომის ქარცეცხლში გაეხვა, მსოფლიოში ამერიკის იპოთეკური ვალდებულებების გამო დაწყებული ღრმა ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა. რაოდენ ცინიკურია, რომ საქართველოს გლობალური კრიზისის გავლა იმ დახმარების წყალობით შეძლო, რაც ქვეყანას საერთაშორისო თანამეგობრობამ ომში დამარცხების საკომპენსაციოდ გამოუყო. განუკითხაობის ჭაობიდან 2004 წლის შემდეგ გადავედით უსამართლობის უდაბნოში, რომელმაც იმ პერიოდში გარკვეული აღმასვლა იყო ეკონომიკის, თუმცა
რეკეტი, სახელმწიფო რეკეტი ეკონომიკაზე, ხალხზე, ბიზნესზე ქმნიდა ვითარებას, რომელიც პერსპექტივას უკლავდა ქვეყანას. აბსოლუტურად უკლავდა პერსპექტივას. კავკასიაში, რეგიონში მთლიანად თურქეთშიც, აზერბაიჯანშიც, სომხეთშიც მაღალი ეკონომიკური ზრდები ფიქსირდებოდა და საქართველოს ამ ტენდენციით მიყვებოდა პროცესს. რეექსპორტი თავარი ახასიათებელი იყო ეკონომიკური, ვთქვათ, ზრდისათვის და საბოლოო ჯამში ცეცხლზე და კრედიტზე, ვალზე დაფუძნებული ეკონომიკა ჰქონდა ჩვენ. ვალზე დაფუძნებული ეკონომიკა. ესე იგი, იყო წლები 2006 და 2007 წელი, როდესაც დამატებული ღირებულება, ოღონდ საბაზისო ფასებში, უფრო ნაკლები იყო, ვიდრე მოხმარება. და ამ მოხმარების 80% იყო იმპორტი. ანუ ის ეკონომიკა, რაც შექმნა ბენდუქიძემ, არ იყო ორიენტირებული საკუთარ წარმოებაზე. არაუზრუნველყოფილი ვალების დაგროვებით მიღებული ეკონომიკური ზრდის ეფექტი თავისი შესაძლებლობის ზღვარს მალევე მიუახლოვდა. საქართველოში ფინანსურ-ეკონომიკური პირამიდის რღვევა გარდაუვალი გახდა. პარალელურად ხელისუფლებამ პოლიტიკური ნიშნით ნამდვილი ეკონომიკური ტერორი გააჩაღა. ბიზნესის წართმევა, ქონების გადაფორმება, ღამის ნოტარიუსები, ოჯახის წევრთა დაჭერა. ძალადობის არაერთი ინსტრუმენტის ამოქმედებით ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობაზე მმართველმა ძალამ ტოტალური კონტროლი დაამყარა. საქართველოში არ დარჩა ადამიანი, რომელსაც დამყარებული ავტორიტარიზმის ატმოსფერო რაიმე სახით არ შეეხო. ყველა ჩემ კომპანიას შეეხო. დავკარგე ორი კომპანია, ერთი გითხარით საწვავის კომპანია, მეორე ავიაციო კომპანია გავაკეთე, Fly Georgia ეს ერქვა იმ კომპანიას. ეს არის 2009 წელი. ბოლოში ვართ გასული, თვითმფრინავი ჩამოყვანილია, ბილეთების გაყიდვა უნდა დავიწყოთ. მირეკავს მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი. მეუბნება რომ თხონა არისო, შემოგითვალესო დიდმა ბოსებმა რომ გააუქმო ეს კომპანია. თუ როგორ გავაუქმო? მეც გავლილი მაქვს ყველაფერი. გავლილი მაქვს, ჩემი ძმა დაიჭირეს. კომპანიები ააწიოკეს. უბრალოდ ააწიოკეს, ორი დავკარგე. დანარჩენები შევინარჩუნე, მაგრამ შენარჩუნების ფასი იყო ესეთი, როგორც კი შემოვარდებოდნენ. პირველი სერია გადავიტანეთ 2004 წლებში, მერე მეორე სერია გაგრძელდა ომის მერე. აი ომის მერე იყო ძალიან აგრესიული შემოტევა. გადით რეგიონებში და ნახეთ რამდენი გაჭირებული ადამიანია. ну რა თქმა უნდა ეს მე ყველაზე კარგად ვიცი და ყველა მოქალაქე მიცის რომ საქართველოში ბევრი გაჭირებული ადამიანი ცხოვრობს მაგრამ ეს არ არის რეალური შეფასება მთავრობის მოღვაწეობის ინვესტიციები 2.5-ჯერ გაიზარდა თითქმის 80% ტურიზმი გაიზარდა გაცილებით მეტი საწარმო გაიხსნა ახალი და გარემონტა 1000-მდე ავიდა ახალი საწარმოც გაცილებით მეტია ვიდრე 100 და 135-ია საერთოდ ახალი, როგორც მე მახსოვს, სხვა ციფრებია და გარემონტებას და აღდგენასთან ერთად 1000 საწარმომდე მოხდა განახლება. ჩვენ სიაში მოცემული საწარმოების ჩამონათვალი ორ კატეგორიად იყოფა. ახალგახსნილ საწარმოებად და უკვე არსებულ წარმოებებად. რომლებიც ინვესტიციას შემდგომი გაფართოება გადაიარაღებისათვის აკეთებენ. 2464 ხელშეკრულებიდან გაფართოებაზე 1346 გაფორმდა, ხოლო ახლად გახსნილი საწარმოების რიცხვი 1118-ს შეადგენს. სახელმწიფოს მიერ მოცემულმა ასეთმა მასშტაბურმა სტიმულმა ბიზნეს გარემო სრულიად შეცვალა და ქართული ეკონომიკის აღმავლობა გამოიწვია.
ახალი ხელისუფლების პირობებში განცხადებული იყო, რომ არა მხოლოდ განცხადებული, მაგრამ შემდგომში ეს უკვე საქმე დადასტურდა, რომ პოლიტიკა იქნებოდა ორიენტირებული კერძო სექტორის, ბიზნესის, თითოეული ადამიანის ინტერესის გატარებაზე. 1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვებიდან თითქმის 13 წელია გასული და მაინც ხელმოწარული თუ დამარცხებული პოლიტიკოსები დღემდე გაჩერებულ ეკონომიკასა და უხილავ ქარხნებზე ქილიკობენ. უფასო ფული და 100 საწარმო. ეს ორი ტერმინი ქართული ოცნების დამფუძნებლის ვრცელი ეკონომიკური განცხადებებიდან ოპონენტებმა ხელზე დაიხუეს და მოსახლეობას მისი აბსურდულობის მტკიცება დაუწყეს. ახალ ხელისუფლებას პოლიტიკური ცვლილებებისა და ეკონომიკური ვითარების შემოbrunება ძლავრი საშინაო და საგარეო წინააღმდეგობის ფონზე მოუწია. ეს წინააღმდეგობა შეიძლება ითქვას არასდროს შეწყვეტილა. აი ვიცი, აი რა შევადაროთ ეს 12 წლის ამბები. აი უდაბნოში თქვა წყალს რომ მოგაწოდებს უეცრად, რო არ ელოდები, მაგრამ წყალს რო უეცრად უხილავი ხელი რო წყალს მოგაწოდებს. ან ჰაერს ჩაის უნთქავ, რომელიც აღარ არის, თქვა იმ ოთახში და უცებ ვიღაცა ფანჯერას გააღებს. აი დაახლოებით ამას შეიძლება შევადაროთ. იმიტომ რომ მე არ ვიცი მე საით წაიყვანდა ის ხელისუფლება რო დარჩენილიყო, კიდევ უფრო მეტ დესპოტიზმში შევიდოდით, ეხლა დემოკრატიისკენ რო არ წავიდოდნენ, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ რას იზავდნენ, აი არ ვიცი. 2012 წლიდან ვფიქრობ იწყება გარდამტეხი პერიოდი საქართველოს ცხოვრებაში, როდესაც რიგ ეკონომიკური საკითხების შეფასება და მისი დანახვა გრძელვადიან პრიზმაში მოხდა და დაიწყო პროექტები, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა უფრო ინკლუზიურ და უფრო მყარ ეკონომიკური პროცესების განვითარებას. ინვესტიციას სჭირდება თავარი ფაქტორი ინვესტიციის არის დრო. როდესაც ის იწყებს ჩამოყალიბებას, როცა შექმნას იწყებს ფუნდამენტი, როდესაც ფუნდამენტი შეიქმნება, მერე სწრაფი ეკონომიკური ზრდა ადვილია, მაგრამ ფუნდამენტის ჩამოყალიბება სჭირდება დრო. აი საქართველოს დაჭირდა დაახლოებით 7 წელი იმისათვის, რომ ფუნდამენტი ჩამოყალიბებულიყო. და ახალ ფუნდამენტზე შემდგომ დაშინებულიყო ეკონომიკური ზრდა. 1 ოქტომბრის შემდეგ ხელისუფლების მიერ რეალურად გადადგმულმა ეკონომიკურ პოლიტიკურმა ნაბიჯებმა სწრაფი რევანშის შესაძლებლობა გამორიცხა. 2014 წლიდან აწარმოეს საქართველოს პროგრამებმა ეკონომიკური სექტორის ფუნდამენტური გაძლიერება დაიწყეს. 2019 წლიდან ოპოზიციური ძალები გააქტიურებას იწყებენ. დროა პრორუსობის, უნიათობის თუ შეუსრულებელი დაპირებების სახით წლების მანძილზე ყოველდღიურად გამეორებულმა იარლიყებმა ქვეყანაში რევოლუციური ხელისუფლება დააბრუნოს. თუმცა წლის ბოლოს გლობალური ცვლილებები იწყება. 2019 წლის 30 დეკემბერს მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემია გამოცხადდა. ეკონომიკას თუ დაუბრუნდებით და ისევ ისტორიის კუთხით თვალით შევხედავთ, აი რა შეიძლება დაამახსოვრდეს ისტორიას ეკონომიკური თვალსაზრისით ოცნების პერიოდიდან. აი მე ვიტყოდი ის რაც ჩვენ თქვით, როდესაც ბენდუკიძის აზრებში იყო აზრით მოქმედებდა არსებობდა ეკონომიკა და როდესაც ჩვენ ესე თქვა თვითგანვითარების საშუალება ფაქტურად მოუკალით ეკონომიკას, აი აქ დიამეტრალურად, რადიკალურად შეიცვალა ეს მიდგომა. თავისუფლების გარეშე, ბიზნესის თავისუფლების გარეშე და ბიზნესის სახელმწიფო ტერორისაგან განთავისუფლების გარეშე ამ შედეგებს ვერ მივაღწევდით. ვერანაირად და 2012 წლიდან იწყება აბსოლუტურად ახალი ეტაპი საქართველოს განვითარებისათვის. საქართველოს განვითარების თვალსაზრისით. გლობალური პანდემია პრაქტიკულად ერთ დღეში ახალმა განსაცდელმა შეცვალა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეიჭრა და ევროპაში ახალი ომი გაჩაღდა. დასავლეთის სანქციებმა ლოჯისტიკური გზების არევა, დევნილთა ტალღებმა რეგიონალურ ეკონომიკაში ახალი პრობლემები წარმოშვა. შექმნილ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყანაში მშვიდობისა და ეკონომიკური აღმავლობის შენარჩუნება ფუნდამენტურ ეროვნულ ინტერესებად გამოაცხადა. 2030 წლისთვის ქვეყნის იმგვარად განვითარება, რომ სახელმწიფომ ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები დააკმაყოფილოს,
მხოლოდ მშვიდობის პოლიტიკით გახდა შესაძლებელი. 2012 წლამდე რეალურად ჩვენ მქონდა სესხების ეკონომიკა, პრაქტიკულად სესხების მაჩვენებელი საქართველოს მთლიან მოსახლეობაში თუ ავიღებდით, არანაირი დანაზოგის გაკეთების საშუალებას არ იძლეოდა. დღეს აი როგორ გონიათ, რამდენია? 56 მილიარდი. პირველივე 3 წლის თავზე 2015 წელს უკვე გაორმაგებული იყო ბანკებში დეპოზიტები. ხო, ანუ 3 წელიწადში იყო გაორმაგებული, ანუ 15 მილიარდი იყო, მაგრამ ეს კი არ ნიშნავს 3 წელიწადში საყოველთაო კეთილდღეობა დამყარდა და ხალხმა ფული არა, ფული კი არ იშოვა, სახლიდან გამოიტანა დამალული, რომელსაც მალავდა, ეშინოდა, ვერ აჩენდა. როგორც გითხარით, სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, სავალუტო ფონდის შეფასების მიხედვით, 5 წლიანი ეკონომიკური ზრდით ერთსულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკისა და წყვილუნარიანი ეკონომიკის გაუმჯობესებით საქართველოს არის მსოფლიოში მეორე ადგილზე. და ამავე პროგნოზის მიხედვით 2029 წლისთვის ერთსულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი უნდა იყოს $12,000 დონეზე, რაც მიანიშნებს იმას, რომ 2030 წლისთვის ჩვენ შეიძლება ერთსულ მოსახლეზე რეალური დოლარში ეკონომიკა გქონდეს დაახლოებით $15,000, $14,000, რაც რეალურ ზრდის გეგმას თვალსაჩინოს, რომ 2030 წლისთვის საქართველოს გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. კიდევ მეტი იქნება უფასო ფული, რაც ეს უფასო ეხლა რა თქმა უნდა ტერმინი არ არის ეკონომიკური და ნაციონალური მოძრაობა, რომლებიც სამხედროურად ცდილობენ რაღაც დაამახინჯონ და ეს გადაყავს იუმორისტულში, თვითონ ხდებიან სასაცილოები და საწოდებები არიან, მაგრამ სული ზახოდან არც საწარმოს. და სად არის დაპირებები და ეხლა როგორ მიატოვეს სწრაფად, იმიტომ რომ ნახეს რომ გაკეთდა. და იმასაც არ ამბობენ რომ 800 მილიონამდე სწორედ რომ ეს იაფი და უფასო ფული ბევრ ადგილებში შევიდა, როდესაც 1, 2, 3%-ია გადასახდელი. ეს პრაქტიკულად უფასო ფულია. ეკონომიკური საქმიანობის სახეების კლასიფიკატორის მიხედვით ჩვენ სიაში არსებული წარმოებები 45 დასახელებას მოიცავს. ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ტრადიციულ და ნაცნობ მიმართულებებთან ერთად საწარმოების ჩამონათვალში ერთი საინტერესო დარგიც გვხვდება: განათლება. ეკონომიკური თვალსაზრისით საგანმანათლებლო დაწესებულებაც ერთგვარი საწარმოა და ცოდნის შექმნასა და გამრავლებას ემსახურება. განათლების მიმართულებით აწარმოეს სიაში 18 ხელშეკრულებაა გაფორმებული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა თბილისში მდებარეობს. ჯამური ინვესტიცია 32 მილიონი ლარია. აქედანაც ჩანს, რომ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ხედვას რეალური საფუძველი გააჩნია. გარდა იმისა, რომ ჩვენ ვქნით სამართლიან გარემოს ბიზნესის კეთების, ხელს უწყობთ კერძო სექტორის განვითარებას, ჩვენ ასევე გარკვეულ სტიმულს ვაძლევთ კერძო სექტორს, რომ განვითარდეს და აქ არის პრინციპული სხვაობა იმ ტიპის ეკონომიკასა და ახალ ეკონომიკურ ფილოსოფიას შორის, რომელიც გულისხმობს, რომ გარკვეული ინტერვენციები სახელმწიფოს მხრიდან თუ ეს სწორად დაბალანსებულად წარიმართა, აჩქარებს ეკონომიკურ ზრდას, კონკურენტუნარიანობას ზრდის და ჩვენ უფრო სწრაფ განვითარებას ვიღებთ. 10 წლის წინ 2015 წლის 15 მარტს GDS-ის სატელევიზიო ეთერში ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით პირველი ანალიტიკური გადაცემა კვირის 20-30 გავიდა. ამ დროისთვის ქართული ოცნების დამფუძნებელი ფორმალური პოლიტიკიდან და სახელმწიფო თანამდებობიდან წასულია და ცდილობს სამოქალაქო საქმიანობის ისეთი ფორმა იპოვნოს, რაც საზოგადოებას გაააქტიურებს და გააძლიერებს. ეს გადაცემა 2014 წელს საზოგადოება 2030-ის ფორმატში დაგროვილი გამოცდილებისა და ხედვის გამოხატვად უნდა ქცეულიყო.
აბსოლუტურად კონკურენტუნარიანია ყველაზე კარგ განვითარებულ ქვეყნებთანაც. საზოგადოება 2030 სწორედ ამ მიზნებისთვის შეიქმნა, რომ ჩამოყალიბებულ იყოს სტრატეგიული ხედვა თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ქვეყანა და 2030 წლისთვის გახდეს მაღალშემოსავლიანი. იყო უამრავი სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტი, ანალიტიკოსი, როგორც ეკონომიკის, იურისპრუდენციის თუ სხვადასხვა სფეროსი, სადაც სწორედ კონცენტრირება ხდებოდა მოდელებზე, ეკონომიკური განვითარების მოდელებზე, ზოგადად საზოგადოებრივი განვითარების მოდელებზე, სახელმწიფოებრივი განვითარების მოდელებზე და აქცენტი იყო როგორ გავხდეთ 2030 წელს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა ევროკავშირის დონის შესადარი. ეს იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო გაერთიანება, სადაც ვუხდი 2014 წელს და ჩვენ მქონდა არაერთი შეხვედრა ამ ორგანიზაციის ფორმატში და ჩემ პირველი შეხვედრა იყო ძალიან ამ ორგანიზაციის ფორმატში, ძალიან შთამბეჭდავი, მათ შორის ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც ხელმძღვანელობდა 2030-ის შეხვედრებს და ამ ორგანიზაციაში იყო თავმოყრილი ძალიან მოტივირებული, ძალიან ბევრი პროფესიის პრაქტიკოსები და საქმის მკეთებელი ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პოზიციებზე ემუშავათ და ასევე ჰქონდათ საკმაოდ აქტიური, ამბიციური და ისეთი დამუშავებული იდეები თუ როგორ უნდა ყოფილიყო ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მომავალი წლების განმავლობაში. რამდენად აქტიურობ თქვენ? რომ ახერხებთ ანალიზის 2030-ის შეხვედრებში 40-მდე ადამიანი მონაწილეობდა. ბიძინა ივანიშვილი მისთვის უმეტესწილად უცხო და პირველად ნანახ ადამიანებს ქვეყნის განვითარების სტრატეგიაზე ელაპარაკებოდა. იგი ლაპარაკობდა 2030 წელზე, გრძელვადიან გეგმაზე, რომლის ეტაპობრივად გავლის შემდეგაც არსებითად განვითარებული ქვეყანა უნდა მიგვეღო. იმ მომენტში ამგვარი შეხვედრები, თემატიკა და რაც მთავარია, გრძელვადიან პერსპექტივაში პროცესის დანახვა ბევრს უცნაურად ეჩვენებოდა. სტრატეგიული ხედვით მოვლენათა ანალიზის დეფიციტი მაშინაც და დღესაც ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდა. კონკურენტუნარიანი უნდა იყოს ბიზნესი და არ უნდა ყავდეს ფავორიტები ხელისუფლებას. მე ვფიქრობ, რომ სწორი თანმიმდევრული განვითარების შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი, რომ გავხდეთ ძალიან ბევრ სფეროში ლიდერები, როგორც მინიმუმ ჩვენს რეგიონში და შევქმნათ ის ბაზისი, რომელიც აი ამ 40 წლის გასვლის შემდეგ თაობებს მისცემს შესაძლებლობას, რომ რეალურად საამაყო ქვეყანა შექმნან სოფლიოს მასშტაბით. საუბარი იყო იმაზე, რომ აი 2020 წლიდან უკვე ახალი ტიპის რეალობაში ვიქნებოდით. იყო აბსოლუტურად გათვლილი და დამაჯერებელი და რეალობაც ასეთი არის. 2019 წლის შემდგომ 5 წლიანი განვითარებით ერთსულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკის და ერთსულ მოსახლეზე სყიდველუნარიანი ეკონომიკის 5 წლიანი გაუმჯობესებით საქართველოს არის სოფლიოში მეორე ადგილზე სავალუტო ფონდის კლასიფიკაციით. პირველზეა გაიანა, აღმოსავლეთ ნახევარსფეროში ვართ პირველ ადგილზე, სოფლიოში ვართ მეორე ადგილზე. 2019 წლის შემდგომ 5 წლიანი ეკონომიკური გაუმჯობესებით ერთსულ მოსახლეზე გაანგარიშებით, ანუ კეთილდღეობის გაუმჯობესებით. გრძელვადიანი სტაბილური განვითარება, მდგრადი განვითარება, ამას სჭირდება ცოტა განსხვავებული მოდელი, მას ქვია ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა. 2014 წლის ბოლოს 2030-ის შეხვედრები დასრულდა. საზოგადოების წევრთა ნაწილმა საქმიანობა უკვე სატელევიზიო ფორმატში განაგრძო. 2015 წლის ბოლოს ტელეგადაცემებიც შეწყდა და 2030 მას შემდეგ აღარ შეკრებილა. შეხვედრათა მონაწილეებმა თავთავისი პროფესიული გზა განაგრძეს და განვლილმა 10 წელმა ყველა განსხვავებულ ასპარეზზე გაიყვანა. ქვეყნის განვითარების გზებსა და მიმართულებებზე მონაწილეთა შეხედულებები შეიცვალა. თუმცა დარჩა მოგონება, რომ ერთ დროს საერთო ოპტიმიზმითა და ენერგიით საქართველოს მომავალსა და შემოbrunებაზე ვფიქრობდით. ბევრი ადამიანი, როდესაც ერთი მიზნის გარშემო იკრიბება და ფიქრობს, რომ გრძელვადიანად როგორ დაიგეგმოს ქვეყანა, როგორ განვითარდეს ქვეყანა და თითოეული თავის მიმართულების პროფესიისგან გამომდინარე უყურებს ამ საკითხს კვალიფიციურად, საბოლოო ჯამში ეს ერთიანდება საერთო ერთიანთლიან პოლიტიკაში და
ეს პოლიტიკა შედეგებს გვაძლევს. და ხედავთ ამ შედეგებს. არის ეს შედეგები ეკონომიკური განვითარების კუთხით. მე ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი იყო მთავარი ინსპირატორი ამ ორგანიზაციაში საინტერესო ადამიანების მოზიდვის, რომლებსაც რეალურად შეეძლოთ კონკრეტული იდეის ირგვლივ მოეხდინათ გარკვეული თემების გენერირება. აწარმოეს საქართველოს სიის შესწავლა დავასრულეთ და განვლილი 10 წლეულიც ისტორიას ჩაბარდა. საქართველოს ეკონომიკა ზრდის მორიგ ეტაპზე გადადის. დაფინანსების ჩამონათვალში განათლების აღმოჩენამ გაგვახსენა, რომ გასული 10 წლეულის განმავლობაში საქართველოში სახელმწიფო პროგრამებისგან დამოუკიდებლად უმსხვილესი ინვესტიცია გაკეთდა, რომლის დანიშნულებაც პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესს. ავაშენოთ კონკურენტუნარიანი თანამედროვე ქვეყანა. ამ ხედვისა და ინვესტიციის ავტორები ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე არიან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებლები. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტიცია, რაც ფონდს აქვს განხორციელებული, არის განათლება. და კერძოდ ამ კუთხით სხვა პროექტებში გამოირჩევა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი, რომელიც ხორციელდება სადღაც 2016 წლიდან, როდესაც ეს იდეა დაიბადა და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ საქველმოქმედო დონაციას განათლების სფეროში, არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში, არამედ დარწმუნებული ვარ რეგიონში და შეიძლება მსოფლიო მასშტაბითაც უპრეცედენტო დონაციის მაგალითი იყოს განათლებაში. უკვე რამდენიმე წელია, რაც თანამედროვე საქართველოს მაკროეკონომიკურმა პარამეტრებმა 1990 წლის ძირითად მაჩვენებლებს გაასწრო. სწრაფად ცვალებად მსოფლიოში, რომელიც ციფრულ საინფორმაციო რევოლუციის ფაზაშია და ხელოვნური ინტელექტის მოძალებას განიცდის, ეკონომიკის პროფილი იცვლება და მთელ რიგ შავ სამუშაოს ცოდნაზე დაფუძნებული ტექნოლოგიები ანაცვლებენ. 2030 წელი უკვე ხელისგაწვდენაზეა. მალე ფიქრის დაწყება 2050 წლის სტრატეგიაზე მოგვიწევს. საქართველოს ეკონომიკის შემოbrunების 40 წლიანი პერიოდი ჩვენი მომავლის მტკიცე საფუძვლად უნდა იქცეს. სწორედ ამიტომ ჩვენი მოგზაურობა და ამბის თხრობა არა ქობულეთში, არამედ ქუთაისში დასრულდება, სადაც მომავლის საქართველოს ბედი იჭედება და სწორად ჩაყრილ საძირკველზე ახალი 1000 წლეულის ფურცელი იშლება. ამ თავრობამ დაინახა, რომ ძირითად კაპიტალში ინვესტიცია არის სრულიად აუცილებელი. აქედან უნდა დავიწყოთ. და დაიწყო აი ამ მხარდაჭერის ინსტრუმენტების შექმნა. სამოტივაციო ინსტრუმენტი აწარმოეს საქართველოში და ასე შემდეგ. ეს ის ეკონომიკა, რომელიც ქმნის ძალიან მაღალ დამატებულ ღირებულებას, რადგანაც ეს უკვე მაღალ ტექნოლოგიურ პროცესებთან არის დაკავშირებული. ამის გამოცდილება მსოფლიოში არსებობს და რა თქმა უნდა, აქ ველოსიპედს თავიდან გამოგონება არ ჭირდება. საჭიროა ქვეყანამ თავის განვითარების პრიორიტეტად გამოაცხადოს მეცნიერების სფერო და მეცნიერებასთან დაკავშირებული განათლება. ეს არის ახალი ტიპის ეკონომიკის საფუძველი, როდესაც ჩვენ გახსნილი ეკონომიკური ურთიერთობების პირობებში უფრო მდგრად და კონკურენტუნარიან სფეროებს ვაყალიბებთ, თუ შესაბამისი იქნება მომავალშიც განათლება და ჩვენ როგორც თქვი, ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის პირობებში კიდევ უფრო მეტ ტალანტს გავზრდით. ჩვენი ქვეყანა მოწყურებული არის გამარჯვებას.
მოწყურებული არის გამარჯვებას, არ აქვს მნიშვნელობა რა დარში. ჩვენ ვართ გიგანტური გეფის შუაში, რომელსაც ჩვენ როდესაც ამოვავსებთ, ესეც თავის მხრივ იტყვის თავის სიტყვას და აუცილებლად აბსოლუტურად სხვა ლიგაში გადაგვიყვანს მთელ ქვეყანას. ვერცეთი ნაცია, ვერცეთი ერი, ვერცეთი სახელმწიფო ვერ განვითარდება განათლების გარეშე. მხოლოდ განათლებულმა საზოგადოებამ უნდა მოახერხოს და გახდეს და ჩადგეს წარმატებული ქვეყნების რიგში. ამისათვის აუცილებლად საჭიროა მსგავსი საექსპერიმენტო ცენტრი მეცნიერული. სამეცნიერო ნაწილი დაჯდება დაახლოებით 250 მილიონი ევრო და ასევე დაჯდება საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც ქუთაისში აშენდება. ბატონო ბიძინა არჩევნებს, ბატონო ბიძა გუშინდელი ინციდენტი. შენახვა ეს ალკე თემაა, აშენების შემდგომ გაქვთ მხედველობაში, ექსპლუატაციის შემდგომ. ნუ მაგაზე. მე დავეხმარები მანამ, სანამ სახელმწიფო ვერ მოახერხებს რომ თვითონ შეინახოს.